Bonjour, კვარა როგორ ხარ? ძალიან ერთი წუთი 2 წუთს გამოგვართმევ. კარგად, ჟორ, შენ როგორ ხარ? კი, მცალია 2 წუთი. გილოცავ ჩემპიონს ლიგის მოგებას, მრავალს დაგასწარი. ჯერ არ მომიგია, ფინალში გავედით. ენა მიყეფა. მაგარი იქნება მიხარია შენი კარიერა. მადლობა, ჟორჟ, ჩემი ძმა ხარ. ჩიტო გბრიტო ფინალი გექნებათ შენ და მხითარიანი. ხო, ისე მაგათაც მაგარი თამაში ჰქონდათ. როგორ წააგო ბარსამ ბოლო წუთებზე? მაღალი ძაბვიანი თამაში გამოვიდა. ორივე გუნდი ყაჩაღები არიან. ყოჩაღები, ჟორჟ, ყოჩაღები. შენსკენ საქმე როგორ მიდის? ჩემსკენ პარიზიდან მიდის მატარებელი, მაგრამ თამაში მონაკოშია გასასვლელში. არა, გუნდში რა ხდება მეთქი, ეგ კითხე. დავიბანე ბრინჯივით. რა ვიცი მონაკოსთან შეხვედრას ვიმზადებთ. აბა შენ იცი, სურიკოზე ლამაზი გოლი უნდა გაუტანო მაგათ. რთული იქნება, მაგან აქედან გორიშორიდან გაიტანა. ისე შენს ხო გაუტანე მონაკოს ის მცველი იოგურტზე რო ჩაუშვი. თუ მაწონზე. მაწონი არ მინდა სკლინტი აქვსო. მოკლედ უეჭველი უნდა მოიგო. შემდეგ წელს ჩემპიონთა ლიგაზე ორივე უნდა ვითამაშოთ. თავის იზმაში მეგონება ისე წარმოვიდგინე გეგონება. კაი მიდი ჟორჟ, გულშემატკირო, აბა შენიც. კაი მიდი კვარა და შეგე მრავალ ხიმიანები მერე. შაბათს ლიგა 1-ში ჟორჟ მიქაუტაძის ლიონი მონაკოს ესტუმრება. ამჟამად ლიონი მე-7 ადგილზეა, ხოლო მონაკო მე-3-ზე. გუნდებს შორის 4 ქულაა განსხვავება და ორივე ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. ახლა Facebook-ზე ყველა ზაფხული ურეკავს და დიდი იმედი მაქვს ჟორჟ შემოდგომა დაურეკავს ჩემპიონთა ლიგისთვის. საფრანგეთის ჩემპიონატში ქართველების ამბავი ასეთია. ყვარას PSG უკვე ჩემპიონია, ჟორჟის ლიონი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის, ზურიკო კი ცდილობს სენტ-ეტიენი გავარდნას გადაარჩინოს. მოკლედ, ვისაც Netflix-ი გიყვართ, დამიჯერეთ. ამაზე მაგარი სეზონი არც ერთ სერიალს არ ექნება. ამ შეხვედრაში რა თქმა უნდა ჟორჟს გულშემატკივრობთ, რომელსაც ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში 11 გოლი და 6 ასისტი აქვს. ბოლო 4 შეხვედრიდან 3-ში გოლი გაიტანა და 1-ში ასისტი მიითვალა. მოკლედ ბომბარდის ისეთ სიხშირით გაქვს გოლები, როგორც ჩვენთან თუთის ხეებია. დაგაცნობთ გუნდების სტატისტიკა შოფერ ჰოფერთან ერთად. მონაკოს და ლიონის ბოლო 10 დაპირისპირებიდან 4 მონაკო მოიგო, 6 ლიონი. ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში მონაკო თამაშის საშუალოდ 6 ჯერ ურტყამს კარში, ლიონი კი 2 ჯერ ხვდება თამაშგარეში. მონაკო თამაშის საშუალოდ 12 ჯერ ჯარიმდება, ლიონი კი 5 კუთხურს აწვდის. ჩემი პროგნოზია კარის დარტყმების მეტი. როგორც უკვე ვთქვით, თუ რაღაც 4 ქულაა გუნდებს შორის განსხვავება, ორივე ჩემპიონთა ლიგაზე მოსახვედრად იბრძვის. ვფიქრობ, რომ იქნება ორმხრივი შეტევები, რასაც ლოგიკურად მოყვება მეტი კარის დარტყმა. ჩემი პროგნოზია ჟორჟ მიქაუტაძე გაიტანს გოლს. ჟორჟს ლიგა 1-ში 11 გოლი აქვს გატანილი, აქედან 3 ბოლო 4 შეხვედრაში შეაგდო. ის ძალიან კარგ ფორმაშია და ვფიქრობ, მონაკოსთან მოტივირებული გამოვა და მინიმუმ 1 გოლით მაინც გაგვახარებს ბომბარდირი.